თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ნატოს ორდღიანი უმნიშვნელოვანესი სამიტი მიმდინარეობს. ალიანსის წევრი 32 ქვეყნის ლიდერები გლობალური უსაფრთხოების მწვავე კრიზისების ფონზე შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები თავდაცვის ხარჯების რეკორდული ზრდა, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა და შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრი პოზიციებია, რომელიც ირანთან კონფლიქტის ფონზე მოკავშირეებისგან ფინანსური კონტრიბუციის მკვეთრ გაზრდას მოითხოვს. თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე სამიტის მონაწილეებმა უკვე მოусმინეს უკრაინის პრეზიდენტს, რომელმაც მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ეს სამიტი არ უნდა იქცეს ფუჭ დაპირებებად. კიევზე რუსეთის ბოლო მასირებული ერიშების ფონზე ზელენსკი ალიანსისგან სასწრაფოდ ითხოვს საჰაერო თავდაცვის რაკეტებს და უკრაინის შიგნით იარაღის წარმოების ლიცენზიებს. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ბოლო მნიშვნელოვანი უპირატესობა კვლავ ბალისტიკური რაკეტებია და ევროპამ უნდა შექმნას ძლიერი თავდაცვის სისტემა რუსული სარაკეტო თავდასხმებისგან დასაცავად. ახლა საჭიროა რუსეთის ბალისტიკური რაკეტებისგან ძლიერი თავდაცვის შექმნა. ეს დიდი გამოწვევა. ეს რუსეთის ბოლო მთავარი უპირატესობა. მიმაჩნია, რომ ევროპას სასწრაფოდ სჭირდება საკუთარი შესაძლებლობები ანტიბალისტიკური სისტემებისა და მათთვის საჭირო რაკეტების წარმოებისთვის. ყველანი ვაფასებთ პატრიოტის სისტემას. ეს შესანიშნავი სისტემაა, მაგრამ დღევანდელმა ომებმა აჩვენა, რომ პატრიოტის ამჟამინდელი წარმოება საკმარისი არ არის ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მუშაობთ ანტიბალისტიკური კოალიციის განვითარებაზე და იმედი მაქვს, რომ ეს რეალურ ძლიერ შედეგებს გამოიღებს. სანამ ეს სამუშაო გრძელდება, გთხოვთ დაგვეხმაროთ მეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტის მიღებაში. ეს ახლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ყველაფრის გაკეთება თავად შეგვიძლია, მაგრამ როდესაც საქმე საჰაერო თავდაცვას ეხება, ჩვენ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მონდომება. გთხოვთ ანკარაში ნატოს ამ სამიტის ერთ-ერთი მთავარი შედეგი იყოს მეტი მონდომება და მეტი გადაწყვეტილება საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც რუსეთი თავისი თანხების ნახევარს ომის მანქანაში ხარჯავს, ნატოსაც სჭირდება შესაძლებლობები, რომ მზად ვიყოთ. ეს განცხადება კი ალიანსის გენერალურმა მდივანმა გააკეთა. მარკ რუტემ იმ გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებსაც მოკავშირეები და ინდუსტრიების წარმომადგენლები სამიტის ფარგლებში მოაწერენ ხელს და რომლებიც ნატოს უსაფრთხოებაში ინვესტირდება. გვჭირდება შესაძლებლობები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მზად ვიყოთ. უსაფრთხოების სიტუაცია ამას მოითხოვს. რუსეთი თავისი ეროვნული ბიუჯეტის თითქმის ნახევარს ომის მანქანაში დებს. წარმოგიდგენიათ, რუსეთის მიერ დახარჯული თანხების თითქმის 50% ომის მანქანაში იხარჯება. მისი თავდაცვის ინდუსტრია 24 საათის განმავლობაში მუშაობს და არა მხოლოდ თავდაცვის ინდუსტრია, არამედ რუსეთის დანარჩენი სამრეწველო ბაზაც მხარს უჭერს საომარ ძალისხმევას. ჩინეთი აგრძელებს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას და ბირთვული შესაძლებლობების გაფართოებას გამჭვირვალობის გარეშე. ჩრდილოეთ კორეა აგრძელებს თავისი ბირთვული პროგრამის გაფართოებას და რუსეთის მომარაგებას და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ბოლოდროინდელმა ქმედებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ირანის ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები, ფხიზლად უნდა ვიყოთ. ეს ქვეყნები სულ უფრო მეტად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ეს ყველას უნდა გვაღელვებდეს. გამოწვევის დასაძლევად ჩვენ გვჭირდება ტრანსატლანტიკური თავდაცვის ინდუსტრიული რევოლუცია. მანქანების გუგუნი ღრიალში უნდა გადაიზარდოს. სამიტის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა დონალდ ტრამპია, რომელმაც მკაცრი ულტიმატუმი წაუყენა ევროპელ მოკავშირეებს და თავდაცვის ხარჯების რეკორდულ 5%-მდე გაზრდა მოითხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ალიანსის დატოვებით დაიმუქრა. თუმცა ამერიკის პრეზიდენტის დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებასაც უკავია. სამიტის ფარგლებში რეჯეფ თაიპ ერდოღანთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები გააჟღერა. მე ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის. ვფიქრობ, ორივე მხარეს სურს, რომ ეს ყველაფერი დასრულდეს. ასე რომ იმედი მაქვს, ეს ომი მალე მოგვარდება. ზელენსკისა და ტრამპის პირისპირ შეხვედრა კი ხვალ არის დაგეგმილი. კიევზე რუსეთის ბოლო მასირებული ერიშების ფონზე უკრაინის პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია უკრაინის შიგნით ამერიკული იარაღისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოების ლიცენზიები მოიპოვოს. გარდა ამისა, ზელენსკი შეეცდება ტრამპი პატრიოტის რაკეტების უწყვეტი მიწოდების აუცილებლობაში დაარწმუნოს და მოკავშირეების მიერ მომზადებული 80 მილიარდიანი სამხედრო პაკეტი შეინარჩუნოს.